ზაქრო როგორ ახლა? კარგად. აი, კარგ ხალხში მოვხვდი, კარგ დროს ვატარებ. ისე სხვადასხვა შეს მოსმენა უფრო მიყვარს ვიდრე. გიცნობ. მე მგონი მაინც არ ამცდება და. ზაქრო, ჩვენს ტელევაყურებელიც ალბათ ხო იცნობს ახლა თავისთავად. ჩვენ გვაქვს ცოტა ისეთ ზაქროს აქვს ძალიან სხვანაირი რა, იუმორი რა, ამის თქვა მინდა განსხვავებული ისეთი რაღაცები. რადგან შავებით დავიწყეთ, ერთი მოშავო მეც გამახსენდა და რა პროფესიულია. მოკლედ ასევე გადაღებაზე ვიყავთ, გარე გადაღება ქონდა წლების წინ და პროექტი იყო როგორიც აი თამაშებს ვიღებდით ხოლმე, ორი ადამიანი ერთმანეთს ეთამაშებდა რაღაც სახალისო თამაშებს, ნაწილი სტუდიაში იყო, ნაწილი გარეთ. ეს გარე გადაღება რუსთაველის გამზირზე ვიღებდა, თამაში მოკლედ ესეთია მოთამაშემ უნდა იპოვოს რაღაცა განსაზღვრულ მოკლე დროში, ну, რაც შეიძლება მეტი, სამი შვილის მშობელია, ან დედა, ან მამა და აჩერებს. ადამიანს ამდენი შვილი ყავთ, ორი, არ მეთვლებათ, სამი თუ yes მეთვლება და უხარეთ მოკლედ ესეთი თამაშა და ეხა ოპერატორი მისდევს ესა თან დავბივართ, მე უკან როგორც პროდიუსერი ამას დავყვები და მოთამაშე ყველა მიირმეს ეძებს და გააჩერებს ერთ ადამიანს, ამდენი შვილი ყავთ, ორი, მივარდება რამდენი შვილი ყავთ, სამი yes არის ჩამეთვალა და გარბის მოკლედ და აზარტია მოკლედ იმატებს და დავსდევ და ბოლოს ერთ კაცს აჩერებს, წამებია დარჩენი და რამდენი შვილი ყავდა იმ კაცმა სამი შვილი მყავსო, მაგრამ მესამე ძალიან ცუდად არისო და ხა საავადმყოფოში მივდივართ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ზაქრო მესამე ცუდად ყავს და მეთვლება? გიჟობა. აუქნა გამოდი აქეთ. გამოდი აქეთ. აზარტი რა არის, მაგრამ საკუთარი